ჩემი ახლობელი მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტში, ეგრეთ წოდებულ ოტოში. მისი უსაფრთხოების მიზნით იგი თავის ვინაობას ვერ გაგვიხილავს, თუმცა მე დაზუსტებულ ინფორმაციას მოგასწვით ამ მოსმენთან დაკავშირებით. წინა ხელისუფლების პერიოდში ერთდროულად მოსმენა შეიძლებოდა 1500-მდე ადამიანის. შეუძლებელი იყო BlackBerry-ის მესენჯერის გაშიფრვა. ივანიშვილის დავალებით სასწრაფოდ შეიძინეს BlackBerry-ის გასაშიფრი აპარატურა და განახლება გაუგდეს იმ ძველ აპარატურას, რომელიც დარჩენილი იყო. ამჟამად შესაძლებელია 35,000 ტალღის მოსმენა ერთდროულად. ძირითადი მოსმენა დაწყებულია ფინანსურ სამსახურებზე, ანუ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებზე, ფინანსური კომპანიების დირექტორებზე, ბუღალტრებზე, მოლარეებზე, ბიზნეს სექტორიდან, ანუ ჯამში სულ სადღაც 24,000 ადამიანს უსმენენ. რათა მათი გამოჭერა მოხდეს ვითომ და ფინანსურ მაქინაციებზე დააკავონ ისინი. ის მითი რომ ქართული ოცნება მოსმენებს შეწყვეტდა, ეს არის დიდი სისხლი. მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება იწყებს ტოტალურ კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი 2900 სხეულზე დასამაგრებელ ფარულ სათვალთვალო კამერაზე, რომელშიც აპირებს დახარჯოს 1,130,000 ლარი. ეს რას ნიშნავს? თითოეული მოქალაქის მოქმედება იქნება დღისით და ღამით გაკონტროლებული და ეს კამერები გამოიყურება ესე დაახლოებით ჩვეულებრივი ღილივით. შეგვიძლია ამას უწოდოთ ძალიან მარტივად ღარიბაშვილის ღილები, ფაქტობრივად, რომელიც გაგვაკონტროლებს თითოეულ ჩვენგანს. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ცდილობს ძალიან ბინძური ხერხებით აკონტროლოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ამისთვის იყენებს სხვადასხვა საშუალებებს. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ფარული კონტროლი, ფარული თვალთვალი, ეს არის კანონგარეშე, ეს არ არის კანონით დაშვებული სპეციალური სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე და ფაქტია, რომ ღიად აფიქსირებს ხელისუფლება, რომ მას სურს ამ ყველაფრის განხორციელება. მე მინდა გითხრათ სხვა პარამეტრები, რაც ექნება ამ კამერას. არის მინიმალური, მინიატურული ზომის, ძალიან პატარა, რომ თვალისთვის არ იყოს შესამჩნევი, არის ღამის ხილვადობის საშუალებებით აღჭურვილი. ასევე არის როგორც ფოტო გადაღების, ასევე ვიდეო ჩაწერების და სხვადასხვა ასე ვთქვათ საშუალებებით იმართება დისტანციურად, ანუ შეიძლება ერთ ადამიანს ემაგროს ეს კამერა, მეორე ადამიანი კი დისტანციურად შორიდან მართავდეს, როდის უნდა გადაიღოს სურათი, როდის უნდა ჩაიწეროს მხოლოდ ხმა, როდის უნდა ჩაიწეროს ვიდეო გამოსახულება და რაც თავარია, ეს არის 2900 ფარული კამერა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში იქნება და რომლითაც უნდა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება გააკონტროლოს. სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ეს არათუ დემოკრატია, არამედ ყველაზე ავტორიტარულ ქვეყნებშიც კი არ ხდება ასეთი რამ და ძალიან სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება პირადად ღარიბაშვილი ფაქტობრივად იყენებს ამ საშუალებებს იმისთვის და პირადად ბიძინა ივანიშვილი იყენებს ამ საშუალებებს იმისთვის, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება აკონტროლოს. ღარიბაშვილის ღილები ხვალიდან და უახლოეს მომავალში როგორც ჩანს იქნება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. რა შეგვიძლია ურჩიოთ ხალხს ამ ფონზე? ერთადერთი რამ, რომ მართლაც დააკვირდით ღილებს, ისინი იწერენ თუ უბრალოდ ასე ვთქვათ პერანგზე არის დამაგრებული, იმიტომ რომ თქვენ დაგირიგებთ მე ჟურნალისტებს მასალებს, თქვენთო ნახავთ, რომ ძალიან რთულია თვალით გაარჩიო ჩვეულებრივი ღილი და ის კამერა, რომლის შეძენაც უნდა დღევანდელ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეხლა მზად ვარ კითხვებს უპასუხო.